განათლების სისტემა 11 კლასიან სწავლებაზე 2027-28 წლიდან გადავა. მე-12 კლასში სწავლის მსურველთათვის ყოველი წლის მარტში სარეგისტრაციო პორტალი გაიხსნება, სადაც მსურველებს დარეგისტრირების საშუალება ექნება. ამ კატეგორიის რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება კონკრეტულ სკოლებში მე-12 კლასის გახსნის საკითხიც. ამის შესახებ განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციისას განაცხადა. მისი თქმით მნიშვნელოვანია ის, რომ მე-11 კლასი პროფილური გახდება. დაინერგება ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, შეიცვლება და ერთიანი პრინციპით იწარმოებს სწავლება ერთსა და იმავე სასწავლო დისციპლინაში. ყველა სკოლაში იქნება ერთი სახელმძღვანელო, რომელზეც სამინისტრო აქტიურად იმუშავებს. პირველეს ყოვლისა, ჩვენი მთავარი მიზანი და აქცენტირება არის ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი. ეს დოკუმენტი არის თავიდან ბოლომდე ეროვნულ ფასეულობებზე და ღირებულებებზე ორიენტირებული საკუთარი ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, კულტურის, ისტორიის დაფასებაზე. სწორედ ამაზე იქნება მთელი სასწავლო პროცესი ორიენტირებული, მოხდება ამ კომპონენტის ფარგლებში ფუნდამენტური საგნების, ისეთი როგორიც არის ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია, გეოგრაფია, გაძლიერება და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სახელმწიფოების ცოდნას, სახელმწიფო ენის შესწავლას, რამე თუ ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის და ჩვენი ეროვნულობის მახასიათებელი. ამავდროულად არანაკლები და ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა ისეთ მიმართულებებს, რომელიც STEM მიმართულებაში არის გაერთიანებული და ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნებს წარმოადგენს. სასკოლო საფეხურები განისაზღვრება შემდეგნაირად. დაწყებითი იქნება პირველი მე-6 კლასი, საბაზო იქნება მე-7, მე-9 და საშუალო საფეხური იქნება მე-10, მე-11 კლასები. თქვენ იცით, რაოდენ სპეკულაციური განცხადებები გააკეთეს რიგმა პირებმა, მას შემდეგ, რაც პრემიერმა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციის დროს სავარაუდო კომპონენტად წარმოადგინა 11 კლასიან სასწავლო პროცესზე გადასვლა და ყოველგვარი არგუმენტაციის და სიმყარის გარეშე არაერთი ოპონენტისგან მოვისმინეთ 12 კლასიან სწავლების შენარჩუნების აუცილებლობაზე. თუმცა ის არგუმენტები საკმაოდ სუსტი და არადამაჯერებელი იყო. რეალობა არის შემდეგი. განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სრულ პასუხისმგებლობას იღებს იმაზე, რომ 11 წლიანი სწავლება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ ჩვენ სრულფასოვანი ზოგადი განათლება მივცეთ ახალგაზრდებს. ამავდროულად ჩვენ ნებაყოფლობით კომპონენტს დავტოვებთ, რომლითაც ყოველი წლის მარტში გავხსნით სარეგისტრაციო ბადეს, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიძლება დარეგისტრირდეს, თუ მას ექნება სურვილი, რომ მე-12 კლასშიც ისწავლოს და შესაბამისად მე-12 კლასი მათთვის სპეციალურად გაიხსნება შემდეგ სასწავლო წელს და ამით მათ ინტერესებსაც დავაკმაყოფილებთ. აქვე ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის პედაგოგი, რომელსაც საბაზო საფეხურზე მე-10 კლასის აღარ არსებობა და საშუალო საფეხურზე მე-12 კლასის არ არსებობა შეეხება, ჩართული იქნება სპეციალურ სასწავლო პროცესებში იმისთვის, რომ ყველა მათგანს დაუკომპენსირდეს ის ხელფასი, რომელსაც ისინი დღეს იღებენ და არც ერთი პედაგოგი სახელფასო ბადესთან მიმართებაში, სახელფასო უზრუნველყოფასთან მიმართებაში არ დაზიანდება. შემდეგი სასწავლო წლიდან ტესტურ რეჟიმში ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. მინისტრის თქმით, სოციალურად დაუცველი ოჯახები სახელმწიფოსგან მხარდაჭერას მიიღებენ. ჩვენ შევისწავლეთ სკოლებში არსებული პრაქტიკა და მივიღეთ გადაწყვეტილება ტესტურ რეჟიმში, რომ შემდეგი სასწავლო წლიდან ყველა საჯარო სკოლაში პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით დაწყებით ეტაპზე სავალდებულოდ ბრუნდება სასკოლო ფორმები. ამასთანავე ჩვენ რა თქმა უნდა ვითვალისწინებთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს და ყველა ის ოჯახი, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეფასებული არის 60,000 ქულიდან უფრო ნაკლებით, სახელმწიფოს მხრიდან შესაბამის მხარდაჭერას მიიღებს ფორმებთან დაკავშირებით. მინისტრმა კონცეფციაში არაერთ გამოწვევაზე ისაუბრა, მათ შორის მასწავლებელთა კარიერულ წინსვლაზე, სკოლებში ლაბორატორიული სტანდარტების გაუმჯობესებაზე, მოსწავლეთა მხრიდან სასკოლო პროცესში მობილურების გამოყენების შეზღუდვაზე და სხვა. მინისტრის თქმით, პირველ კლასელთა რეგისტრაციას ახალი ეტაპი დაემატება, რაც მოსწავლის საცხოვრებელი ადგილის პრინციპით რეგისტრაციას გულისხმობს. სკოლაში შესვლის შესაძლებლობა კი მიეცემათ მხოლოდ იმ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ.